ბატონო ნიკოლეს მაგიტომ აყავს ხელისუფლება არჩეული რომ ერის ჭირო არ ამის გამზიარებელი და ამ პროცესების წარმმართველი უნდა იყოს. ახლა მე და თქვენ ერთი მეცხალივით ვერც გაზაფხულს მოვიყვანთ და ვერც ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, უნდა გადადგას ნაბიჯი რუსეთისკენ, უნდა მოხდეს სამთავრობო დონეზე შეხვედრის დაგეგმა, თუნდაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეიძლება იყოს ინგუშეთის რესპუბლიკა, იქ შეიძლება შეხვედრის ორგანიზება, ამისთვის ინგუშის ძმები მზად არიან, დაგვეხმარნენ, გვერდით დაგვიდგნენ, აიღონ თავის თავზე ამ შეხვედრის ორგანიზება და ეს ყინული უნდა გაალღვეს, არ გამოვა, ძალიან გაგვიჭირდება, ძალიან ძიმე სიტუაცია მთელ სოფლიოში, მე რამდენად ვიძახო. ძალიან ძიმე სიტუაცია, გვინდა არ გვინდა, თუ ხელისუფლება ვერ გაახსნევინეს მეორე ფრონტი, თვითონ გახსნიან, აქ ისეთ პროვოკაციას მოაწყობენ, რომ ძალაუნებურად რუსეთს ჩაითრევენ ამ პროცესში. ჩაითრევენ აქ თვითონ ისეთ რაღაცას გააკეთებენ მაგენი. ისეთ ტერორისტულ აქტს მოაწყობენ. თუნდაც იმ აფხაზეთში და თუნდაც იმ სამაჩაბლოში რუსი შეერაღებული ძალების მიმართ. პროვოკაციებს მოაწყობენ და ძალაუნებურად ქვეყანა ჩაერთობა. და ამ დროს ჩვენ არ აკვავს ის პიროვნება, ვინც დაელაპარაკება რუსეთის ხელმძღვანელობას. გადადგით ეს ნაბიჯი, დაიწყეთ, შეხვედრა, დაგეგმეთ. მე კიდევ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ინგუში ხალხი მზად არის დაეხმაროს ქართველ ერს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში სახელმწიფო დონეზე. აი მოუწოდებ ხელისუფლებას. მზად არის ინგუშეთი, რომ დაგვეხმაროს და ჩადგეს შუამავლად. როგორც რუსეთთან ურთიერთობაში, ისე სამაჩაბლოსთან, ისე აფხაზებთან ურთიერთობის დალაგებაში. გადადგით ნაბიჯი. სახალხო დიპლომატიამ თავისი საქმე გააკეთა, ახლა უკვე ოფიციალურ დონეზე უნდა დაიწყოს ამ საკითხების დარეგულირება. დრო არ ითმენს. ძალიან არიან გააქტიურებულები, ომს აგებენ. მე